ჩელენჯერი ზოგადად ესე შორიდან შეხედვით მომწონდა, მაგრამ შემდეგ რომ უფრო დავაკვირდი, აღმოაჩინე ისეთი მარკეტინგული გენიოსობები, რაც ამ ბრენდს ახასიათებს, რაც კიდე უფრო მეტად მომეწონა და აღმაფრთოვანა. მარკეტინგული რაღაცები კიდე ჩემი ცხოვრების თანხმდები ნაწილია, რადგან ყოველ ვიდეოზე მარკეტინგული სამუშაოების ჩატარება გვიწევს იუთუბერებს ზოგადად, thumbnail-ის მოფიქრება იქნება, ვიდეოს აწყობის სტრუქტურა თუ ბრენდის ინტეგრაცია და კიდე ბევრი რაღაც. რა არის ერთ-ერთი მთავარი მარკეტინგული გენიოსობა? Dodge Challenger-ის კომპლექტაციები განსხვავდება ძრავის სიძლიერით და ცხენების სიდიდით, ასე ვთქვათ. ვიზუალზე თითქმის ყველა ერთნაირია. არის SX-T, GT, RT, Hellcat, Hellcat Red Eye, Demon და Demon 170. ამ მანქანების ბიუჯეტი მეყრობს დაახლოებით $35,000-დან $100,000-მდე. აქ მარკეტინგული გენიოსობა იმაში მდგომარეობს, რომ ეს მანქანები ვიზუალზე გარედან ერთმანეთს ძალიან გავს. განსხვავება არის მხოლოდ ძირითადად სტიკერი, რომელიც გვერდიდან აქვს მანქანას. თორედ ძრავსაფარი და ეგეთი რაღაცეებიც არის წვრილმანი განსხვავებები, მაგრამ ყველანაირ კომპლექტაციაზე შეიძლება დააყენო. მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ როცა Dodge Challenger-ს ქუჩაში ხედავთ, არ იცით რამდენად ძლიერი ძრავიდებს შიგნით, იმიტომ რომ ვიზუალზე და სალონზე ყველა ერთნაირია თითქმის. თავიდან ეს გამიკვირდა, რადგან მაგალითად $100,000-იანი მანქანა რატომ გადაწყვიტეს, რომ ასე იდეალურად გავდეს და ყველა ნაწილი ერგებოდეს დაუშვათ $35,000-იან მანქანას. ძრავის სიდიდე იზრდება კომპლექტაციების მიხედვით. ყველაზე დაბალი ძრავი, ასე ვთქვათ, არის 3 და 6-იანი, შემდეგ არის 5 და 7, 6 და 4 და უკვე Hellcat-დან არის 6 და 2 პლუს სუპერჩარჯერით. ჩემი კონკრეტული მანქანა არის 6 და 4.